საკუთარ თავზე ძალაუფლება უზენაესი ძალაუფლებაა. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის რეაქციის მეორე ეპიზოდი NZT-ზე და დღეს ეს ვიდეო იქნება სოციალურ ქსელებში გავრცელდა ესეთი ვიდეოები, რომ ინდოელი კურიერი შეიპარა ვიღაცის სადარბაზოში და ვიღაცის სახლთან რაღაცა იჩალიჩა რა. სიურპრიზი დაახვედრა, ხო და ეხლა მაგ ვიდეოს ერთი-ორი სიტყვით შევეხები და მე კიდე წინა ვიდეოს კომენტარები მინდა განვიხილო. მოკლედ და კიდე რაღაცები მაქვს ნოუთში ჩამოწერილი თემები და მაგასაც შევეხები რა. სწრაფად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ სანამ გადართავთ, სანამ ვიდეოს გამორთავთ, იქამდე მინდა ყველაფერი ჩამოაყალიბო, იმიტომ რომ რამდენიმე კომენტარი ისეთი დამიწერა, რომ ვიდეო საერთოდ სხვანაირად დავასრულე წინა ვიდეოს. ჩამოაყალიბე ბოლოს აზრი და ფაქტია, რომ რამდენიმე ვერ გაიგო. ხო და მაგასაც შევეხები ერთი-ორი სიტყვით. მოკლედ, ესეთი ვიდეო გავრცელდა Facebook-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში, რომ ინდოელი კურიერი შეიპარა ვიღაც კორპუსში შეიპარა მოკლედ სადარბაზოში, აქ ეყენა ვიდეო თვალი, ვერავინ ვერ ხედავს და ვიღაცას დაახვედრა იმენა, ახლა ამ ვიდეოს ბოლომდე არ უყუროთ, რა თქმა უნდა რა, გეცოდინებათ. ჯერასაყურებელი ესაა. მოკლედ, ვიღაცა ბინძურაშვილმა, ინდოელმა, მაგარი ბინძურაშვილობა გააკეთა რა. მაგრატ ეხავს ჯერ ახლა როგორია რა, ეხლა უსიამოვნო და მაგარი ნერვებზე მომშლელი. ხალხი არის აღშფოთებული რა, მაგრამ აი რას მინდა შევეხო. მოხდა და იასნია რა, რომ ეს ცუდია, ამაზე ლაპარაკი არ უნდა, ზოგმა ვიდეო ჩაწერა ამაზე, ძალიან ანალიტიკურად განიხილავს ამ მომხდარ ფაქტს. ჯერ ეს პირველი არ არის. პლეხანოვზე გადით, პლეხანოვი რედაქციეს. თარო დათრობიან ხოლმე ფაბრიკაში, მერე ჩამოულიან და რომელიც სადარბაზოდ შეხვდება და ეს პირველი ფაქტი კი არ არის. ხალხმა ეხლა პროსტა ესე გავრცელდა. და ძალიან აღშფოთებულები არიან, მაგრამ ეგ ცალკე სალაპარაკო თემა, მე მინდა ეხლა რა შევეხო. ეს ფაქტი ხო საზიზღრობაა და მაგარი ბანძობაა და უკულტუროობაა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რო კულტურულ დონეზე რო ნორმად იქცა გინება. ბევრი YouTube არხი არის, სადაც არის ტიპი იგინება. ტიპი იგინება ჩვეულებრივად ნორმა არის, ანუ მაგაზე არავის უკვე ესე როგორც ხალხი არის გაბრაზებული, მაგეთ გინებებზე ხალხი არ ბრაზდება. არადა დრო იყო, რომ გინებაზე რა, მაგრამ მოეთხოვებოდა კაცს. ქალი უსმენს, ბავშვი უსმენს და მოეთხოვებოდა და წლებია ტელევიზიით ჩემი ცოლის დაქალები თუ გახსოვთ. გინება იყო მან საინტერესო, სხვა არაფერი ხალხისთვის. სერიალის ყველა სცენარი ერთი და იგივეა, ყველა ერთმანეთს გავს. რა უნდა იყოს ახალი და საინტერესო. ხო და გინება რომ ძალიან ისეთი იყო, თავისუფალი, საინტერესო იყო საყურებლად. YouTube-ზე რომ ნორმად იქცა და ტელევიზიებში გინება და ხალხი რომ ესე იგინება, ბავშვები რომ უსმენენ და მაგალითს იღებენ მაგისგან. ადრე მაგის გამო ადამიანს მაგრად სცემდნენ. ჯერ პირველი შენიშვნას მიცემდნენ და მეორედ მაგრად სცემდნენ. ქრისტიანად რომ მოგვაქვს თავი და პირველად იმით უნდა დაიწყო ქრისტიანობა რომ უზრდელი არ იყო და ზრდილობა რა არის მაშინ? როცა იგინები და პირიდან კანალიზაცია გადმოგდის, ამაზე უარესი არ არის, ამას გადარეცხავენ სადარბაზოს. ეს რაც მოხდა ძალიან ცუდია და რა თქმა უნდა ეხა ვინ უნდა იყოს, რომელი ნორმალური ადამიანი შეაფასებს ამას ნორმად. საზიზღრობაა და მაგარი ბინძურაშვილობაა ეგ რაც ამან გააკეთა, მაგრამ რასაც ყოველდღე აკეთებს ხალხი YouTube-ზე, არანაირი ფილტრი არ აქვს ტიპს პირში, ანუ ზოგადად გინება არათუ ესე სოციუმში, სადაც ხალხი გისმენს, ქალები გისმენენ, ბავშვები გისმენენ, ოჯახშიც არ უნდა შეიგინო და არსად არ უნდა შეიგინო, სადაც არის სხვა ადამიანი და არ უნდა შეაწუხო შენი ბინძური სიტყვით. საზოგადოებაში, სადაც ეს გინება და ბილცი სიტყვები, კანალიზაცია და ამან რაც გააკეთა, ეგენი პირით აკეთებენ მაგ ყველაფერს. უხეშად ჟღერს ახლა ეს ყველაფერი, რასაც ვამბობ, მაგარი ცოტა ისეთი ნათქვამია რა, უხეშად, მაგრამ რეალობა ხო არის. პირველი რაც გვაკლია რა, საქართველოში არის ჯანსაღი კრიტიკა. მე ხო არავის არ ვაგინებ. პერსონალურად პიროვნულად არავის არ ვეხები. მე ვამბობ ამ ყველაფერს, რაც არის რეალობა. ესეთი არხი მინდა რომ ბევრი იყოს. კრიტიკული საუბარი, არა ლანძღვა, არა პიროვნულად შეხება ვინმესთვის. რა უფლება მაქვს ვინმე პიროვნულად შევეხო, ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს და ისე აიგოს თავისი ესეთი კარიერა. წარმოიდგინეთ საზოგადოება, სადაც ეს გახდა ნორმა, გინება, აი ესე ქალებთან, ბავშვებთან მაგალითს რო აძლევ. ხუმრობა ისე რომ ვერ გიხუმრია, რო არ შეიგინო. სადაც ეგ ნორმა არის და სადაც ბიზნესები და სპონსორები მიდიან ასეთ არხთან, თა როგორი დიდი სპონსორებიც, აი საქართველოს ბანკი რო მოიცლის იმისათვის, რომ ესეთ კონტენტი ტიპს რო აქვს გინებით აგებული, რა გინებაზე აგებული. საზოგადოებას რომელსაც ეს ნორმა დააქვს მიჩნეული და ბიზნესები რომ მიდიან, სპონსორები რომ მიდიან ესეთ არხებზე, ან ნორმად ითვლება. გინება, ბილცი, აი კანალიზაცია, რაც ამან ინდოელმა გააკეთა. ფაქტია რომ აი ვიდეოები ხშირად რაც გვხდება, ჩვენთან ქართველებთან ვერც მივლენ, ხო, ჩვენ ევროპაში შეიძლება ჩადიან აქედან და იპარავენ, მაგრამ ხო, ეხა ესეთ რაღაცეებია ქართველს, მაგრამ უტყდება, მაგრამ ის რატო არ გვიტყდება, რომ ესე ვიგინებით ბავშვთან და ქალთან ერთად და
საზოგადოებაში კულტურულ დონეზე რო ეს ნორმა დიქცა. თუ ამაზე არ გვაქვს რეაქცია ესეთ გინებაზე და ბიზნესები მიდიან და სპონსორები ასეთ არხებზე, ასეთ ტელევიზიებზე და ესეთ YouTube არხებზე ჩვეულებრივად პირიქით იმენა ვარსკვლავებად არიან. და ამაზე რეაქცია არა. ამაზე მაგარი რეაქციაა რა, იმენა მაგარი შოუა და მაგარი რეაქციაა და რატო იმაზე არა გვაქვს რეაქცია, რომ ვიგინებით. ერთმანეთს ვაგინებთ. გაიგე, აი პირველი პრობლემა ის არის, რომ ერთმანეთს რო ვაგინებთ და კულტურა რო არა გვაქვს და ერთად დაჯდომა და ერთმანეთთან ლაპარაკი რო არ შეგვიძლია, დიალოგი ელემენტარული გინების გარეშე. იმიტომ ვართ ესე დაშლილები და ესენი იმიტომ შემოგვესციან. წარმოიდგინე საიდან არის ტიპი ჩამოსული ინდოეთიდან და ჩინეთიდან და იქიდან მოდიან. რატო იქ? იმიტომ რომ ერთად ვერ ვდგებით და ერთ აზრზე ვერა ვართ და ესე დავყეს ადამიანები როცა დაყოფილი არიან, სუსტია მაგ დროს ადამიანი. ანუ მოსახლეობა ერი ერთ მუშტად რო არ არის შეკრული, ძალიან სუსტია და პირველი იქიდან იწყება, აი დაუკვირდით ტელევიზიებმა როგორ დაიწყეს. პირველი დაიწყეს ზნეობა, აი ადამიანს მოუშალე ზნეობა, არსებობს დაბალი დონის კულტურა და მაღალი დონის კულტურა და ჩვენ საქართველოში თუ ჩვენ ფიქრობთ რომ მაღალი დონის კულტურა გვაქვს, რანაირად გვაქვს მაღალი დონის კულტურა თუ ამაზე რეაქცია არ აქვს, რომ ნორმად იქცე გინება და ბილდსიტყვაობა. ბილდსიტყვაობა უკვე უკვირს მარტო ძველ ხალხს, სხვას არავის არ უკვირს. ჩვენთან სადაც თვლით რომ კულტურა მაღალ კულტურის მქონე ადამიანები ვართ, შესაბამისად გინება ხო ამას ახსნა ხო არ ჭირდება მოკლედ. ამაზეც ხო არ შეიძლება ვინმე გამომიხდეს და დამიწეროს რომ იცი ესე და ისე რა ისე ხო ესეა ეს ხო ყველა ვიცი. მორალის კითხვა ეს ხო არ არის რა. მორალის კითხვა არის როცა ვიღაცა ჭკუას ასწავლი. მე ჭკუას კი არ ვასწავლი. რეალური ფაქტი რაც არის იმას ვიძახი. მე თვითონ რაც მეხება რა და მაგიზიანებს. რაღაცას ვერ ჩართავ რომ გინება არ იყოს. კომენტარს ვერ ნახავ რომ გინება არ იყოს. პოზიციას ვერ გამოხატავ რომ გინება არ იყოს. სწრაფად მინა ეს ვიდეო ჩავწერო და მორჩე და შევეხო წინა ვიდეოს კომენტარებს და პატარა ანალიზი გავაკეთო. ბევრი კომენტარი დაიწერა და დაწერა ზოგმა პოზიტიური კომენტარი. აი მაგალითად ერთმა ყველაზე კარგ კომენტარს აკეთებ ამ მოვლენებზე. ესეთი კომენტარები რაღაცა ქება კი არ მსიამოვნებს და ეგოს კი არ ვიფხან რა. უბრალოდ მაგარა მისწორდება რომ გამოხატავენ თავის აზრს პოზიტიურად რა და мотивация გიჩნდება რომ კიდევ უფრო მეტად ჩაწერო და გააგრძელეო რა მსგავსი შეხედულებების გაზიარებაო და სიამოვნებით მეთქი ძმაო მეთქი კომენტარიც დაუწერე. აქ ეხლა რაღაც კომენტარები დაიწერა და ერთმა დაწერა რომ ხო, აი რეაქტებს რა დროსაც უთმობთ იმის 10% ფიქრში რომ დაგეხარჯათო, ძალიან მარტივად მიხვდებოდითო, რატომაც აგინებს ხალხი ზაზასო. მაგრამ ამ ვიდეოში რეალურად მე ჩავწერე, რომ ზაზას რატოც აგინებენ, ვიცი, ანუ იმიტომ რომ აგე ვიდეოც ჩავთე და ამ ტიპმა არ უყურა უბრალოდ ბოლომდე ვიდეოს დარწმუნებული ვარ. რა ბევრი ფიქრი უნდა ჯერ იმას, რომ ვიდეოში სადაც ოცნების ღონისძიებაზე ტიპი რომელიც 10 წელი თუ 15 წელი აი რეალურ პრობლემებს ეხებოდა რაც ხდება საქართველოში იმაზე რეპავდა და ხალხს ევასებოდა მაგის გამო და მე გამოდის და ჩაწერა კლიპი სადაც ამბობს ანუ კლიპი კი არ ჩაწერა რაღაცაზე იმას თავისი აზრი აქვს ხო რატო ჩაწერა მაგრამ მაგაში ეგ ჩემი განსახილველი თემა არც არის და არც მივიჩინე მაგას რომ მე განვიხილო ეხლა ეგ თემა მაგრამ ნახე მარტივია რომ კახა კალაძე ჩემი მეგობარიაო და ბავშვს აცვია კალაძის მაისური და კლიპში ეგ მაგით იწყება და მე ხალხი რატოც აგინებს იმიტომ რომ ადამიანს აქამდე სხვა პოზიცია ჰქონდა თავრობასთან დაკავშირებით ხო და რა ფიქრი უნდა ანუ ამის კომენტარი ვაფშე გაუგებარი ხო მე მაგ ვიდეოში წინა ვიდეოში იმაზე ვილაპარაკე რომ გინებაა მეთქი ცუდი და არასწორი ხტები მთელი ის ვიდეო და ეს ვიდეო მაგაზე ავაგე რომ რატო ვიგინებით ბიჭო რატო ვიგინებით გაუნათლებლობის გამო ხო არ ვიგინებით და განათლებულობა უნივერსიტეტის დამთავრება არ არის განათლებულობა არის როცა სწორ პოზიციაზე დგახარ ანუ სულიერი განათლება რო გაქვს ანუ როცა იცი ცუდი და კარგი შავი და თეთრი განარჩიო ერთმანეთის აი არის განათლებულობა და ვიღაცებს გონიათ რომ განათლებულობა იცი რა არის უნივერსიტეტს რო დაამთავრე უნივერსიტეტი ბევრს დაუმთავრებია მაგრამ განათლებულად ეგეთი ხალხი ბევრი არ ითვლება წინა ჩვენი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განათლებულია გვინი იტყვის რომ სალომე ზურაბიშვილი განათლებული რანაირად როცა მაგას ბევრი ევროპული დასავლური უნივერსიტეტები დაუმთავრებია მაგრამ ეგ ხალი განათლებული ნაღდად არ არის და ამაში ვიცი რომ ბევრი დამეთანხმება ანუ განათლებულობა უნივერსიტეტის დამთავრება ავტომატურად არ არის. ლევან ბერძენიშვილი განათლებულია ქართველებისთვის, ჩვენ ქართველები ეგრე აღვიქვავთ ლევან ბერძენიშვილს, რომ ლევან ბერძენიშვილი განათლებულია, ლევან ბერძენიშვილი განათლებული არ არის. ლევან ბერძენიშვილი არის ნაკითხი. ბევრი წიგნი აქვს წაკითხული და აქვს, ესე იგი იმის ნიჭი რომ ადამიანებს რაღაცები მოატყუოს. ილაპარაკოს, ანალიზი გააკეთოს, მაგრამ არასწორი ინტერპრეტაციით. ტიპი რომელიც ჩვენს ძვირფას მეფეზე, აღმაშენებელზეც თქვა მე მგონი რა თუ არ ვცდები, რაღაც ისეთი სიგიჟეები და ისეთი ბოდოები რა, მაგკაცზე როგორ უნდა თქვა რომ განათლებული. ეგ კაცი პირიქით განათლებული არა, მაგის საპირისპიროა. просто ბევრი წიგნი აქვს წაკითხული და სიტყვის ბაგაჟია. თავისნაირებს ალბათ ატყუებს. მინდა რომ ამნაირი კონტენტი ბევრი იყოს რომ რაღაცას რომ მოვისმოთ. ეგრევე კი არ მივიღოთ. თუნდაც გვაქებდნენ. კრიტიკულად შევაფასოთ.
ჯანსაღი კრიტიკა ის არის, რომ როცა ადამიანს არ ლანძღავ და პიროვნულად არ ეხები, იმ თემას განიხილავ, იმ პიროვნებას კი არ ეხები, იმას განიხილავ, რომ რაც ხდება რეალურად და კრიტიკულად განიხილავ, რატო უნდა მივიღო, რატო უნდა დავიჯერო ვიღაცის ბოდვები. კრიტიკულად შემიძლია რომ შევაფასო, მაგრამ პიროვნულად არ შევეხო და არ შევაგინო. ეს უზრდელობაა და ეს არის გაუნათლებლობა. ვიღაცამ დამიწერა, რომ აქ ეხა ძებნა მეზარება რა და თავი ჭკვიანი გონიაო? ეხა რა ხდება რა? თავი ჭკვიანი გონიაო? იმიტომ კითხა. რახან ესე იგი ნაცებს არც ნაცებისკენ ვარ და არც ქოცებისკენ რა. უბრალოდ ორივეს უყურებ კრიტიკულად. თავი ჭკვიანი გონიაო? რახან არც იმათკენ ვარ და არც იმათკენ. მოდი ეხლა ამ თემას შევეხები. ჯერ თავი ჭკვიანი არ გონია რა. ეგ არის მაგარი ამპარტაუნება, რომ ვიღაცაზე თავი ჭკვიანი რო გონია. ჩვენ უბრალოდ მაგრამ მოგწამლეს ტელევიზიებით და ინტერნეტით და პროპაგანდით. აგვირიეს twin და ჩემი აზრით ჩვენ მაგითო ვართ ეხა დაყოფილი და ეხა აი მაგას მინა შევეხო. ორი მხარე ხო არის და თუ მაგათ მხარეს არ ახარ, ესენი და ცნობილი ტიპი ხარ, ესენი ცდილობენ ფული აქვთ რა, ძალიან დიდი ფული და ცდილობენ რომ მეორე მხარესაც აქ ნაციონალებსაც დიდი ფინანსები მოდის მაგათი სპონსორებისგან. ორივე მხარე ცდილობს დაგასპონსოროს და მოგისყიდოს. მაგრამ ნახე ახლა განსხვავება რაშია. ქოცები რომ გასპონსორებენ და ცდილობენ რომ თავიანთ აზრზე გადაგიყვანო და ამის ფულით აკეთებენ მაგას ძირითადად პატივისცემით, მეგობრობით ეხლა მაგათი მეთოდები ეგრე პირდაპირ კი არ გეუნებიან რომ შენ გაყიდული ხარ. მაგის ხელში ხარ რა ყველა ვარიანტში, მაგაზე ცუც ვეღარ იტყვი, იმიტომ რომ იმდენ პატივს გცემს. მაგრამ ნახე, მაგათკენ რო არ ახარ, არ გაიძულებენ მაინც. გიტყუებენ ესე რაღაცნაირად, მაგრამ აშკარად არ გეძალებიან რომ მოდი ჩემსკენ გადმოდი. მეორე მხარეს არის ძალიან უკიდურესობა. ნაციონალები როგორ არიან და მაგათი სექტა, იცი? ჯურახან მაგათ მხარეს არ ახარ და არც ამათ მხარეს არ ახარ. იმენა აი გეძალება ტიპი აი გეჩალიჩება რაღაცა მე აი შეურაცხყოფებზე გადადიან ხალხზე რა მე ბევრი კომენტარი მაქვს და ბევრი ვიდეო ნანახი რომ რატო არ ახარო ჩვენ მხარეზე ძალიან ფაშისტები არიან მაგ მხრივ იმიტომ რომ თუ მაგათ მხარეს არ ახარ მტერია ეგრევე შენი რა და ეგრევე გადადის რაღაც დაცინოებზე რაღაც ძალიან ბინძურ რაღაცას ირჩევს აი წინა ვიდეოში ვამბობდი იმენა პრაიმ ჰაუსში იყო ეგეთი თემა თუ მაგათ მხარეს არ ხარ იწყებს შენს გაშავებას გინებას დაცინვას გაგაშავოს მარგინალი გაგხადოს ამათ მხარეს თუ არ ახარ ნაციონალების მხარეს მაგარი ბრუტალურად გიდგებიან და მოგიძულებენ და მოკლედ შენი მტერი ხდები ესენი ესე ძალიან არ არის ესენიც არიან მაგრამ ესე ძალიან არ აი კომენტარებში დამიწერა ვიღაცამ რომ მოკლედ თავი ჭკვიანი გონიაო რატომ გონია ძმაო ჭკვიანი თუ არ ვარ ანუ ხედავ რაკეთად ბინძურია ჯერ ერთი პოლიტიკა არის ყველაზე ბინძური ხელობა გესმით რამდენი ბინძური ხელობა არსებობს ხო არსებობს მაგალითად ბარიგობა მაგაზე უფრო ყველაზე ბინძურ ხელობად ითვლება მე არ ვამბობ კი არ ვიგონებ მე ესე ითვლება ყველაზე ბინძურ ხელობად ითვლება პოლიტიკა ობიექტურად ხედავ რომ ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც უეჭველი არ უნდა ვიდგე რა მაგრამ იტყდება ორივე მხარეს დგომა რა მაგრამ ვინც იქით დგას და გინ იქით ვინც დგას მე იმას შეურაცხყოფას არ ვაყენე პიროვნულად რა მე ვეხები იმ პოლიტიკოსებს ვინც უეჭველი ვიცით რომ ვინც არიან და რაც არიან პრობლემა ის არის რომ ხალხი ზის და ერთმანეთს აგინებს იმათი მომხრეები რახან არიან ერთმანეთს აგინებენ გინებით ვერაფერს ვერ შეცვლი მაგრამ აი ჯანსაღი კრიტიკით ჯანსაღი აი ესეთი არხი შექმენით თუ გაქვს აზრი შექმენი არხი და შენი აზრი გამოთქვი ზრდილობიანად და არგუმენტირებულად რა ხო და ამ ტიპმა მეთქი ხა რაზე ვსაუბრობდი რომ დამიწერა თავი ჭკვიანი გონიაო რატომ გონია ძმო არც ის მხარე და არც ეს მხარე რეალურად ობიექტურად არ მწამს და არ მჯერა და ეჭვით უყურებ ორივეს გაიგე და მე შორიდან უყურებ ორივე თემას და განვიხილავ და ჩემ აზრს ესე ვაზიარებ რა ჩემს გამომწერებთან და ჯერთი ვისაც მოსმენა არ უნდა ვაფშე რატო არის ამ არხის გამომწერი მე ვსაუბრობ ჩემი არხის გამომწერებთან რომ ორივეგან არის დიდი პრობლემები და დიდი შეცდომები და დიდი სიბინძურე და ამას ვაზიარებ. ყველამ ესე უნდა გააკეთოს და ბევრნი რო ვიქნებით და თან შეგვეძლება რომ ერთმანეთთან მეგობრულად და ერთმანეთის აზრი მოვისმინოთ. იცი ესენი ვეღარ ჩაერევიან და ვეღარ თავისი პროპაგანდა ჩვენზე ვეღარ იმუშავებს. მოვა ეგ დრო რა, რომ მე ისევ ერთად შევიკრებით, მაგრამ აი ესენი ეხლა ვინც ჩვენზე манипуლირებს, მაგრა დაერხევათ. ამის გამო მაგრა პასუხს ვაგებინებთ. ყველა სათითაოდ. ყველა ვინც დაალაიქა ვიდეო მადლობელი ვარ, ვინც კომენტარი დაწერა, თუნდაც არ მეთანხმებოდეს, უკვე საინტერესოა, მე ვკითხულობ და პასუხსაც ვცემ თუ არის ეგეთი შინაარსის კომენტარი, რომ პასუხია გასაცემი და ესე იგი უფრო ჩემთვის საინტერესოა გაგრძელება. ვიღაცები იყვნენ ერთმანეთს
რაღაცა პარტიებს აგინებდნენ და არა ძმაო რა, ანუ გინებას აზრი არა აქვს. პირიქით მეკარგება და ეკარგება სხვასაც. აი, ესე არა ძმა, უფრო არგუმენტირებულად, უფრო მოსასმენი და საინტერესო ხარ გაიგე. თუ ამ ყველაფერს გინებით კი არ იტყვი, როცა ადამიანი იგინება, იმასთან აღარ გინდა საერთოდ საუბარი, გაიგე და თუ ადამიანი არგუმენტირებულად, ინტელექტუალურად, ჩამოყალიბებულად ზის და შვიდად, იცი როგორი უფრო ძლიერია სხვა ადამიანზე ზრდილობიანად რამდენად უფრო შეგიძლია იცი რომ აი მოახდინო შტაბეჭდილება და აი მოგისმინოს ბოლომდე და მიიღოს შენი აზრი ვიდრე ესე გინებით რა ესე გინებას აზრი არა პროსტა უბრალოდ აღარ გისმენს დღეს გინება ვიღას უკვირს ბრონიშილეტები აწვიათ აი სოციალურ ქსელებში რამდენიც არ უნდა აგინო შენსაც აღარ გისმენს რა შენ გისმენს უკვე როგორ იცი აი რაღაც ნუ ეხა გიჟია რა ვიღაცა და всё რა ზმაო აი ეგრე გისმენი რო იგინები მენა გიჟია რა ღვაზე ხა ჯერ ნორმალური ადამიანი Facebook-ში და ინტერნეტში არ იგინებ უმოქმედოდ ტოვებ ადამიანს ხვდები შენ რო აგზიხარ და ვიღაცას აგინებ უმოქმედოდ ტოვებ ანუ იმას ტოვებ როგორ იცი მაინც ვერ შეგეხება სანამ ეხლა მე ვლაპარაკობ წინასწარ ვფიქრობ მაგაზე რას ვამბობ იმიტომ რომ არ გავანაწყენო რა ვიღაცა და არ გადავიმტერო ტყუილად იმიტომ რომ ვერ გაიგებს და ვცდილობ ისე აუხსნა და ჩამოაყალიბო ჩემი აზრი რომ მიხვდეს რომ შენი მტერი არა ვარ ძმაო და არანაირი სარგებელი არა მაქვს რომ მე იმას ვამბობ რასაც ვამბობ რა არანაირი სარგებელი არა მაქვს არანაირი სარგებელი შეიძლება მქონდეს რომ ყველას შევეხე მაგრამ ზრდილობიანად შევეხე ხვდები ამ ვიდეოს აქ ესე დავამთავრებ და შემდეგი ვიდეო მინდა ჩავწერო აი იმ მეთოდზე დაყავი და იბატონეს პრინციპზე რასაც მთავრობა დღეს იყენებს და არა მარტო ჩვენი მთავრობა ბევრი მთავრობა იყენებს დაყავი ერი და ხვდები აი გიორგი სააკაძეში რო არის ისრებს რო ესე შეკრავს და რო ეუნება რომ აბა მიდი გადატეხეო და ვერ ტეხავს ამ ისრებს დაშლის და თითო ისარს მიაწვის ბავშვს პატარა ბავშვს და ეს ბავშვი გადატეხავს ჩვეულებრივად ეგრე გვექცევიან ჩვენს სათითაოდ ესე დაშლილები გათითოკაცებულები აი თუთაშხიაში რო არის საუბარი მაგაზია საუბარი რომ გათითოკაცებულები რო ვართ ადვილად გვერევიან იმიტომ რომ სუსტები ვართ ეგრე ჩვენ რო ერთად გავერთიანდეთ საქართველოს ყოველთვის ისტორიით ვართ ძლიერი იმაში და ცნობილი რომ ერთ მუშტად რო შევიკრებოდით ხოლმე ერთმანეთის მაგარი პადეშკა ვიცოდით და სხვათა შორის რა აი მეგრელებს აქვთ ეგეთი პადეშკა ერთად თუ არიან თავისიანი მაგრა გატანაიციან რა მაგარი პადეშკა აქვთ ერთმანეთის მიმართ მაგრამ მევასება ეგ თვისება და შემდეგ ვიდეოს ჩავწერ მაგაზე მაგ პრინციპებზე და ნახე როგორი მეთოდოლოგიურად იყენებენ რა მთავრობები და სხვადასხვა სპეცსამსახურები მაგას რა საქართველოში იცი რამდენი სპეცსამსახურია შემოსული ესე რა თქმა უნდა ეგენი არ ჩანენ მაგრამ ესე აფინანსებენ სხვადასხვა ორგანიზაციებს და რო დაგშალონ რა აი დაგანაწევრონ იმიტომ რომ ძლიერი არ ახარ მაგას აი შანსი არ არის ეგრე ვერ იქნები ძლიერი და ვერაფერს ქვეყანაში ვერ შეცვლი და ხარ უბრალოდ ქვეყანაში როგორ იცი აი მომხმარებელი ხარ რა მომხმარებელი ხარ რომ რავი მარკეტინგულად გიყურებენ უკვე რა და ქვეყანას ამუშავებენ როგორც მანქანას რა ფულის აწერ მანქანას მადლობა ლაიქებისთვის და კომენტარებისთვის ადიოს ამიგოს საკუთარ თავზე ძალაუფლება უზენაესი ძალაუფლებაა